უნგრეთის პრეზიდენტის ვიქტორ ორბანის ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მის შესახებ წერდა არაერთი საერთაშორისო გამოცემა. მაგალითად, გამოცემა პოლიტიკო აცხადებს, რომ ევროკავშირი არის ერთგვარ პანიკაში მისი გადაწყვეტილების გამო და ახლა ევროკავშირის დიპლომატები ცდილობენ, რომ მოძებნონ ადამიანი, და მეთოდები, რომლებიც შეძლებს, რომ ვიქტორ ორბანს ეს გადაწყვეტილება გადააფიქრებინოს და გამოცემა პოლიტიკო წერდა, რომ ეს ადამიანი შესაძლოა იყოს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელსაც ვიქტორ ორბანი დღეს ესტუმრება და სავარაუდოდ სწორედ ამ საკითხებს განიხილავენ. თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად ვიქტორ ორბანმა დაახლოებით 2 წერილი მისწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ის საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ არ ემხრობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებს და სანაცვლოდ სტრატეგიულ პარტნიორობას თავაზობს, სტრატეგიულ დებატებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინას და ვიქტორ ორბანის ამ გადაწყვეტილებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა ასევე ოფიციალური პირებისგანაც. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მან გააკრიტიკა უნგრეთის პრეზიდენტი და ასევე განაცხადა ის, რომ ახლა თამაშის დრო არ არის და მაშინ, როდესაც ევროკავშირს გარკვეული საფრთხე ემუქრება, აუცილებელი არის, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგან და დაიცვან როგორც ევროპელი, ასევე უკრაინელი ხალხი და ამავდროულად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა ისიც, რომ ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რომ უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისკენ და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი და მან განაცხადა, რომ უნგრეთის ეს გადაწყვეტილება არის საკმაოდ დასაბუთებული და აქ არ არის არანაირი თამაშის ნიშნები. ის ასევე აცხადებს, რომ არც უნგრელი ხალხი და არც ხელისუფლება არ ემხრობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებს და ის აცხადებს, რომ უკრაინა ახლა ძალიან შორს არის ამ მოლაპარაკებებისგან. სანაცვლოდ კი ის აცხადებს, რომ უფრო დროული იქნებოდა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ამოიღონ დღის წესრიგიდან უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება. ასევე დღეს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა ამაზე და მან განაცხადა, რომ უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ასევე განიხილეს კანდიდატის სტატუსის თემაც და მისი თქმით 14-15 დეკემბერს უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოს თვის კანდიდატის სტატუსის მიღებას.